რაც მე არ ვიცი და კახეთში რა ტიპის აქცია აქვს დაგრული, მაგრამ ამ ტიპის ის გამგეობებთან დელეგატები ჩვენ ეხლა არ აქვს. ეხლა არიან უბრალოდ მონაწილეები მხარდამჭერები. ჩვენ გამოვაცხადეთ 21 მაისს საბოლოო ბრძოლა. თქვენ იცით რომ 21 მაისს შეიკრიბება აჭარის და გურიის რეგიონების მოსახლეობა ბათუმში 3 საათზე ერას მოედანზე, ხოლო დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა, ანუ სრულიად საქართველო შეიკრიბება თბილისში თავისუფლების მოედანზე 3 საათზე 21 მაისს. ამ დღეს, ამ დროს, ამ წუთებში დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა და ჩვენ მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ წავიდეს და ეს ასეც მოხდება. ჩვენ ამ ბრძოლას დავასრულებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმისგან გავანთავისუფლებთ ქვეყანას. ჩვენ ვიცით, რისთვის ვართ მზად, ჩვენ ვიცით, როდის ვიწყებთ ამ მოქმედებებს, რაც შეეხება სხვა განცხადებებს, მე გუშინ ორი ურთიერთგანსხვავებული განცხადება მოვისმინე, ერთი და იგივე ადამიანებისაგან. ჯერ იყო ნათქვამი, რომ იწყება ესე ვთქვათ, გენერალური აქციები, ანუ ვთქვათ, ამასრულებელი აქციები, მერე იყო ნათქვამი, რომ არის ან განხორციელდება წერტილოვანი მცირე აქციები რეგიონებში. ჩვენი პოზიცია სახალხო კრების არის ესეთი: თუ ვინმეს შეუძლია დაასუსტოს რაიმეთი ეს ხელისუფლება და ეს რეჟიმი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიდგას რაღაცა მოტივებით ისეთი ნაბიჯები, რომელიც დააბნევს ხალხს, გაურკვევლობას შემოიტანს და სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. კრებამ იცის რას აკეთებს. ხალხი იქნება, ცეცხლს ჩვენ არ ვეთამაშებით. ცეცხლზე თამაშებიან ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ ადამიანების ემოციაზე. რომლებიც თამაშობენ ადამიანების გულწრფელ გაჭირვებაზე და სურვილზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ხელისუფლება მოიშორონ. და საერთოდ მინდა გითხრათ, განსხვავებით პოლიტიკოსებისაგან და პოლიტიკური ძალებისაგან, სახალხო კრება არ თამაშობს.